ძალიან ძვირფასია ყველა ქართველი. მაგრამ კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მე და პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ჩვენ სხვადასხვა პლანეტებიდან ვართ. უბრალოდ მე ამ პლანეტიდან ვარ და ამ ქვეყნიდან ვარ. და ჩვენ რამდენი არ მინდა პოლიტიკური თვალთქმაქცობა და ისე რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, არაფერი საერთო იმასთან არ აქვს. ჩვენ წარმოვადგენთ ორ სხვადასხვა საქართველოს. ძალიან განსხვავებით ერთმანეთისგან. მისი და მე მინდა ვილაპარაკოთ ციტატებით. მოდი თავი დავანებოთ ეხლა რომ აი სააკაშვილის მორიგი პიარი. მე რას ვამბობ და ის რა ამბობს? ის ამბობს რომ ეს შენობა და ეს ხიდი უნდა დაინგრეს. ყველა მოისმინეთ ეს არაერთხელ გაკეთებული განცხადება. მე ვამბობ რომ ბევრად მეტია ასაშენებელი. ის ამბობს რომ საქართველოს, მე უბრალოდ მე ვამბობ რომ საქართველოს სახელმწიფოა. ივანიშვილი, საქართველოს პატარა სოფელია, ციტირებ. მე ვამბობ რომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. ის ამბობს რომ საქართველოს არ არის მნიშვნელოვანი. მე ვამბობ რომ საქართველოს რეგიონის ლიდერი უნდა გახდეს და სხვა შორის გახდა კიდევაც ჩემი მმართველობის დროს. ის ამბობს და ვაციტირებ ზუსტად ნათქვამს, საქართველოს არ უნდა გააჩნდეს არანაირი რეგიონალური ამბიციები. მე არაერთხელ მithქვიავს რომ უნდა აშენდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა. ის ამბობს რომ სააკაშვილის კუშტურებზე ფუფუნების საგნები აღარ აშენდება. მე ვამბობდი მთელი ეს პერიოდი რომ უნდა ვისწრაფოდე მომავლისკენ და დღესაც ამას ვამბობ. ის ამბობს რომ უნდა გამოვიძიოთ წარსული. მე ვამბობდი რომ არასდროს შევალთ პოსტსაბჭოთა კავშირებში და დღესაც ავსვამს. ის ამბობს განვიხილავთ ევრაზიული კავშირის შექმნის იდეას. მე ვამბობ რომ ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში თავს უნდა გქონდეს როგორც სამშობლოში უნდა იშრომონ საქართველოს, ისწავლონ ქართული, იბრძოლონ საქართველოს და თუ საჭიროა მოკვდეს საქართველოს. ის ამბობს, მიკვირს, როდესაც თქვენი ქვეყანა გვერდზე არის და რატომ ცხოვრობთ საქართველოში. მე ვამბობ, რომ ქართველი ერი ბძენია. ივანიშვილი ამბობს და ერთხელ უთქვას, ქართველი ერი უმწიფარია, ვციტირებ მას. მე ვამბობ, რომ თბილისი არასდროს ყოფილა ასეთი ლამაზი. მან ამასინა თქვა, პლეხანოვი დაანგრიეს. მე ვამბობ, სიღნაღი, ქუთაისი, მესტია, თელავი, ახალქალაქი, ზუგდიდი, ყვარელი, ანაკლია, ლაზიკა, ის ამბობს, ყველაფერი ფასადურია. მე სულ ეს წელი წლები გავიძახოთ ბათუმი. ივანიშვილი, რა ბათუმი? ჩვენი გმირია გიორგი ანწუხელიძე. ივანიშვილი აპატია ლადო ბედუკაძეს და ლამის ეროვნულ გმირად გამოაცხადა ის. მე ვამბობდი მთელი ეს წლები რუსეთი ოკუპანტია. ივანიშვილი საქართველოს გააბრაზა რუსეთი. მე ვამბობდი რომ რუსეთი თავს დაგვესხა. ივანიშვილი ომი საქართველოს დაიწყო. მე ვამბობ და ეს მართალია ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთი ოკუპანტად აღიარა.